ეთერში ხედავთ თუ რა ვითარება თავად საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავა უკვე შევიდა შენობის იმ ნაწილში სადაც უკვე მას ბადრაგი ელოდება და გადაიყვანენ ეგრეთ წოდებული მატროსოვის ციხეში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გადაწყვეტილება გამოცხადებულია გიგი უგულავას საბოლოოდ საპატიმრობა და 4 წლითა და 6 თვით განესაზღვრა. ეს მოიცავდა ამ საქმის თბილ სერვისის ეპიზოდს, რომელშიც იყო ბრალდებული თბილისის ყოფილი მერი. და დავით ქაშიაშვილი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. კი გვესმის დათო, გისმენთ. ჩვენ უკვე ნახეთ კადრებში რომ გიგი უგულავა გაიყვანეს. ქალაქის ყოფილი მერი შემოვიდა სასამართლო დარბაზის მისაღებში, ჯერჯერობით საბადრაგო სამსახურს უშუალოდ გიგი უგულავას დაკავების ღონისძიება არ განუხორციელებია. მე ვთხოვ ოპერატორს გიჩვენოთ თუ რა მდგომარეობა არის ამ დროისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მისაღებში. საბადრაგო სამსახური, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან სასამართლოს შენობაში. რამდენიმე წუთია რაც დედაქალაქის ყოფილი მერი შემოვიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მას შემდეგ რაც მოსამართლე ლაშ ჩხიკვაძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავა ეგრეთ წოდებული რიყის გასვლების საქმეზე გამართლა, რამდენადაც ცნობილია და გაირკვა რამდენიმე წუთის წინ, თუმცა თბილ სერვისის საქმეზე ლაშა ჩხიკვაძემ გიგი უგულავა დამნაშავე ცნო და მიესაჯა 9 თვით თავისუფლების საფრთხესა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად მას გარკვეული წლები ჩამოაკლდა და საბოლოო ჯამში როგორც ირკვევა გიგი უგულავას თავისუფლების საფრთხესად განესაზღვრა 4 წელი და 6 თვე. ამ დროისთვის თქვენ 4 წელი და 6 თვე ბატონო გიგი რამდენადაც ცნობილია. შეგიძლია რაიმე განმარტება გააკეთო უშუალოდ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. მოიცა. არა, გავიღალე, ეხლა და წავალ გამოსვლა. 24 საათი ჩვენებისთვის. ვერ დავიშვენე ეს. აი ხა ვიდეო დასასვენებ. მე შევახსენებ მაყურებელს სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს გამოცხადდა, მოგვიანებით საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია მიემსჯელა და გიგი უგულავა გაათავისუფლეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქის ყოფილმა მერმა თავისუფლებაზე მხოლოდ 24 საათი გაატარა. 24 საათის გასვლის შემდეგ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ გიგი უგულავა ეგრეთ წოდებული თბილ სერვისის საქმეზე დამნაშავე ცნო, მიუსაჯა 9 წლით თავისუფლების საფრთხესა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონის შესაბამისად საბოლოო ჯამში დედაქალაქის ყოფილ მერს თავისუფლების საფრთხესად 4 წელი და 6 თვე განესაზღვრა. თქვენ კადრში ხედავთ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, უშუალოდ დედაქალაქის მერს, რომლის განაჩენის გამოცხადების შემდეგ, რომლის დაკავების ასე ვთქვათ დაკავება ჯერჯერობით არ განხორციელებულა, უშუალოდ მისთვის ხელბორტილები არ დაუდიათ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ რუსთავიორის კამერა იმყოფება ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოს შენობაში და სავარაუდოდ ეს პროცედურა ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ცოტა დროში გაიწელა. ბოლო განმარტებაც გააკეთა დედაქალაქის მერმა უკვე უშუალოდ სასამართლოს შენობაში პირდაპირ ეთერის მიმდინარეობის დროს და განაცხადა, რომ ის მიდის ციხეში დასვენებლად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გიგი უგულავამ თავისუფლებაზე მხოლოდ 24 საათი გაატარა და მას 24 საათის გასვლის შემდეგ ლაშა ჩხიკვაძე მის ეგრეთ წოდებული თბილ სერვისის საქმეზე ცნო დამნაშავედ.